ალბათ გეხსოვებათ ბევრს ჩემი ერთ-ერთი წინა ვიდეო, სადაც ვინმე მოლაპარაკე მძღნერი გაგაცანით თავისი ვიდეოთი ძაღლთმოძულე ძაღლები რო ეზიზღება და ძულს და რაღაცა უხამსი სიტყვებით რომ მოიხსენიებდა ძაღლებსაც და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ძაღლები გვიყვარს. ხო, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამაზე უარესი მოლაპარაკე მძღნერი სადმე ნახოთ, მაგრამ აღმოვაჩინეთ ბატონო, ბევრად უფრო უარესი მოლაპარაკე მძღნერი, თუმცა ეს ახალი მოლაპარაკე მძღნერი დიდი ხანია ვიცოდი მე მოლაპარაკე მძღნერიაო და უბრალოდ არ ვაქცევდი აი ამის მძღნერობას ყურადღებას, უბრალოდ ასე ვთქვათ, გავაჯმევინე, ერთი პერიოდი რაღაცას მეტენებოდა, მელაქუცებოდა, პირადში მწერდა, მეგობრებში ვყავდი Facebook-ში, მაგრამ რომ მივხვდი, რომ და მე მალევე ვხვდები ხოლმე ადამიანები რადონის მძღნერები არიან, გავაჯმევინე, ასე ვთქვათ რა. და მე რაღაცებს უხამსობა რატომღაც და ამათ რაღაც ეს გინება რაღაც თავის ექსკლუზივი გონიათ და თუ შეიგინენ გონიათ რომ მაგარი ტიპები არიან, ნუ დავიკიდე საცოდავი ნიულავიმი ჯო არის, ხო იცით ეს მოუხელთებელი ჯოს ანეკდოტი. თუმცა აი ძაღლების თემაზე ჯერთი ვერ გაუტარებ, მე მეორეც უბრალოდ აი ვინც აი ამ ტიპზე ვიღაცები წერენ ხოლმე რომ კაი ტიპები არიან ეს ძმები და ერთად რამე გააკეთეთ. აი ამ ყლინჯთან ბიჭო რა უნდა გავაკეთო და ეხლავე გეუნებით რა. აი ამ ყლინჯთან ვინც რაღაცა საერთო გაქვთ და რაღაც პატივს ცემ და რაღაც დებილობით ჩემგან გააჯვით რა. აი ჯერ კიდე აი 5 წლის წინ შეიძლება ვერ მიხვდით რომ ეს სირია ჩამოსხმული დიშლაა. 5 წელიც თუ კიდე ვერ მიხვდით ამას, მოდი რა თქვენც გააჯვით აქედან რა. და უბრალოდ ეხლა რატომ მინდა ეს შემოგთავაზოთ, რომ ტიპი რამდონის დებილია ბიჭო, რეებს არახუნებს ადამიანის მიერ ძაღლის სიყვარულთან დაკავშირებით. აი უბრალოდ მოусმინოთ რა. აი რას აბრახუნებს ეს დიშლა ეს. აი ვისაც ეს ძაღლები უყვარს, აიღე ეს ხალხი ჭირის დღესავით ეზიზღებათ ადამიანები, განსაკუთრებით მართლმადიდებელი და ქრისტიანი და ქართველი, ტრადიციული ადამიანები. ხა ჩვენ არ გვჭირდება მაგის ისა, კაცო, ხო? საქართველოში კუჩხი ბედნიერია ფილმი გადაღებული ძაღლის მეკვლეობის შესახებ, ხო? და რამდენი რამეებია, მაგრამ აი ეს ზედმეტი უკვე აყვანა ამ ყველაფრის რანგში, ეს თავისთავად ზუსტად იქედან თან დავაკვირდი ამ ხალხს. ეს ხალხი არის რა კატეგორია? ეს არის სლავა უკრაინე, ევროკავშირის დროშა, ნატოს დროშა, ყველაფერი დასავლური რო წმინდათა წმინდა მიაჩნიათ და რომლებიც ელჭყპტ-ზე არიან თანახმა და რომლებსაც ძაღლი უყვართ და თავისთავად აი არ ვიცი რა უნდა თქვა ეხლა აქ ადამიანმა, გარდა იმისა რომ ჩვენს წინ არის დიდი ჩამოსხმული დიშლა, რომელიც მე როგორც გითხარი დიდი ხანია ვიცი რომ დიშლა, თუმცა აი ამის მოსმენის შემდეგ ესე იგი ტიპი ავითარებს რა თეორიას, რომ ძაღლი ვისაც უყვარს, ის არ არის კონსერვატორი, ის არ არის ქართველი, ის არ არის, იმას არ უყვარს საქართველო. ვისაც უყვარს ძაღლი, იმას არ უყვარს საქართველო. აი რადონის მალე უნდა იყო რომ აი ეს თქვა ბიჭო. და ესე იგი რამხელა კარგ საქმეს ეს მე მგონი იმ აკაცუკა ვიღაც LGBT-ების აგენტია რა. ანუ წარმოაჩენს იმათ კეთილ ადამიანებად, რომელთაც უყვართ ძაღლი, ესე იგი თუ ძაღლი გიყვარს, ესე იგი ეს ახლა რა ქვია იქ როგორც ეძახიან მე არ მიყვარს მეთქი ეს გამოთქვა კიდე ერთხელ ამ აკაცუკა ხარ და LGBT-ს მხარდამჭერი ხარ, თუ ძაღლი გიყვარს, ესე იგი თუ ჰუმანური და კაი ტიპი ხარ, ესე იგი LGBT-ს მხარდაჭერი ხარ, ამას გეუბნება რა. ტიპი ესე იგი საზოგადოებაში რა განწყობას აღვივებს. ეს დიშლა ეს ბიჭო და ამის ძმა კიდე ეს ორი დიშლა ბიჭო არ ვიცი ხა იმაზე რა ვილაპარაკო როჟები ესე იგი წარმოიდგინე ორივე ნასეტკები როენას ბორდელში შეგზავნილი ნასეტკების ხმას როგორ იღებენ საერთოდ ბიჭო და აი გოგა ბარბაკაძის ცოლს რაღაცა მასაკნა რა ქვია და დათოს როლს რო ასრულებს იმაში შუა ქალაქში რაღაცა სისულელეები იბაზრა იმ გოგოზე და იმ გოგას ძმა დახვდა სავარჯიშო დარბაზში მოდი აქ შენ დედა შევეციო და გაიქცა ტიპი პოლიციაში ის ძლივს გააგდებინეს ხელიდან კალამი მე საერთოდ არა ვარ ხა ქურდული გაგების ტიპი და გასაგებია პოლიციას უნდა მიმართო როცა გჭირდება მაგრამ რაღაცა სირულად რო ბლატაობ იქა და რაღაცა და მე რო გარბიხარ პოლიციაში ეს არის პაზორნი თორე თუ ახლა არ ბლატაობ და რაღაცა შენ საქმეს აკეთებ ადამიანი და შენთვის ხარ და ვიღაცა შეგაწუხა მე ანუ არ მინდა ისე გამიგოთ რომ პოლიციის მართვას ვინმეს უთვლი ცოდვად
მაგრამ როცა ბლატაობ აი ესე დონეზე და ჩემი კაი და რაღაცა და ბიჭო და ჩემი ცოლის ჩემი ცოლი რაღაცა მაშინ აღარ უნდა გაიქცე პოლიციაში მაგრამ ნუ ასეთკაა ჩვეულებრივი კრუხი ესეც და მისი ძმაც მაგრამ დავანებოთ ერთი ხელ მახსოვს მე ვეტერანები თან ერთად ვიყავი გმირთა მოედანზე რა ის რო არის მონუმენტი აფხაზეთში დაღუპულების გმირთა მონუმენტი და ეგ მოიძურწა ესა მე მაშინ მეტენებოდა რაღაცებს წერდა პირადში მე მელაქუცებოდა მეგობრებში მყავდა ეს ყლედა ეს თავის ძმაც ეხლა რომელი იყო იქ და ეს იყო თუ ამის ძმა იყო არ მახსოვს აი მგონი ეს იყო და მოლაქუჩედა იქა და რაღაცა და ვეტერო ეს ყლე ვინ არის ამას ეხლა მოუტყავ დედის ტრაქს თუ ვიღაცის რაღაც ყლეობა მიუწერე ჯერ კიდე მაშინ და ძლივს გამოვტყევეთ და დაანებეთ მეთქი თავი არ გინდათ მეთქი და რაღაცა და თორე გაიგდებდნენ ის ქვეშ და ნეტა არ გამეჩერებინა ეს ნაგავი ესა ბიჭო ესე იგი ჩვენ ადამიანს რომელსაც გვიყვარს ძაღლები ვერ ვიტანთ ადამიანებს შენ შიქ ხო რა გაქვს რა გაქვს რა და რაღაცებს რო იგინება კიდე ეს ყლე ეს ჩამოსხმული დიშლა ბიჭო რაღაც ვიდეო ნახე ქართული ოცნების მომხრეებს აგინებ თქვენი დედა შენ ბიჭო შენი ისა გინება რამე შენი ექსკლუზივი ხო არ გონია შენ დედასაც შევეცი შენი ძმის დედასაც შევეცი ერმილენემსაზე პირადად ვისი მომხრეც არ უნდა იყო ქართული ოცნების მომხრე ხარ თუ კონსერვატორების თუ ნაცების უყლეზე მკიდეა პირადად შენი დედას შევეცი და შენი ძმის დედას შევეცი იმიტომ რომ ყლეები ხართ ორივე და ნაბოზრები ხართ და შენი გამჩენს შევეცი და შენი გამზრდელს შევეცი კიდე გინდა რამე შედედა მოტყნულო გამომივიდნენ ბიჭო აქ რაღაცას იგინებია გონიათ რომ თუ შეიგინეს მაგით დამთავრდა საქმე იმისთანაც გაგინებ შეჩემა 9 თაობა ვერ ჩამოგრეცხავს და ვაფშე საქართველოს ჩამოეთრე წათრეულა სადღაც უცხოეთში და ბლატაობს იქედან სავარაუდოდ არაპირებს ჩამოთრევას საქართველოში და მოგიწევს როდესმე ჩამოთრევა და აი სახით თუ არ გათრიონ ნახავ სირო ქათამო ჩმორო ჩამჯმელო მაგრამ დაუბრუნდეთ ისე ძაღლების თემას ბიჭო ისედაც გაუბედურებული ეს ქუჩის მიუსაფარი ძაღლები რომელიც გვეწოდება ვეფარებით ვცდილობთ რომ არ დავაჩაგვრინოთ მაგრამ მაინც გვიჩაგრავენ ეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თბილისის დაიწყო უკვე სადისტობები ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ ყავთ რაღაც ჩუმად განსაკუთრებული ბრიგადები ყველა ბრიგადამ ეს არ იცის რომ არ გაჟონოს ინფორმაცია განსაკუთრებულ სპეციალურ დავალებას აძლევენ რომ ღამე ძაღლებს იპარავენ და თავშესაფარში არ მიყავთ ისე ხოცავენ ეს დედამოტყნულების თბილისის მონიტორინგის სამსახური ცხოველთა მონიტორინგის სამსახური რომ რა სიმაღლეზე რა დონეზე აქვს კრიშა არ ვიცი ველოდები ეს 1-2 დღე რაღაცა ინფორმაციებს კიდე მე ჩავწერ ამასთან დაკავშირებით ვიდეოს მაგრამ აი ეს სირი ბიჭო რეებს ლაპარაკობს კიდე ეს უნდა და კიდე ესე უნდა ხალხს გაღიზიანება ისედაც საშინელება ხდება აი ამ საცოდავ ცხოველებთან ძაღლებთან დაკავშირებით საცოდავები რომელსაც ქუჩაში საშინელ პირობებში ცხოვრობენ ისეთი 8 წლის ნალოლიავები ძაღლი მომპარეს ამ დედამიჯმულებმა ამ მონიტორინგია თუ რაღაც ჩემი ფეხებია არ არის ჩვენთან თავშესაფარში სატრაქში წაიყვანეთ აბა ძაღლი თქვენი დედას შევეცი თქვენი მაგრამ მოდი ახლა დაუბრუნდეთ ისევ ამას რა ამ ერმილენემსაც თქვენ ბიჭო საერთოდ როგორ ლაპარაკობთ აი ესეთი ტიპები პატრიოტიზმზე ესე იგი მე ვყოფილ ვარ რაო ძაღლები ვისაც უყვარსო ესენი არიანო სლავა უკრაინე და ევროკავშირა მე ვარ სლავა უკრაინე და მე ვარ ევროკავშირის დროშა და რა ჩემი მეგობრები კიდე რომელსაც ძაღლები გვიყვარს და მიუსაფრებს პატრონობთ ყვანის დედას შევეცი მე ერმილე ყვანის დედის მუტელს შევეცი რაც ეგრე არ არის თუმცა ეს დაგინება ერთია და ბიჭო რამხელა ცუდ საქმეს უკეთებს თვითონ კონსერვატორები ხვდებით ეს რას გიკეთებთ აი ესეთი ლაპარაკით რომ კონსერვატორები თურმე ხარ კონსერვატორი და ძაღლმოძულე ერთი და იგივეა თქვენ ქლებებო თქვენ მაღაზე მაინც დაფიქრდით რა ყლეობას გიკეთებთ ეს კაცი და რამხელა პიარს უკეთებს LGBT მომხრეებს ეს სირი ესა თქვენ ბიჭო საერთოდ აი ეს ერმილესნაირები რანაირად იყურებით ეკლესიისკენ საერთოდ რანაირად იყურებით თუმცა გაправებული აქვთ ესეც ეხლა გამახსენდა ნახოთ ვიდეო რა მაგრად აპრავებენ ეკლესიას და მიუსაფარ ძაღლების სიძულვილს რა კარგად ათავსებენ ერთმანეთს თქვამი რო არის სახში სადაც ძაღლი იქნებაო ეს საიდან არის ზუსტად რო დავაკონკრეტოთ სადაც სახში სადაც ძაღლი იქნება წმინდა არ არა ნუ ახლა ესეთი რამე მე არ წამიკითხავ მაგრამ ძაღლს რომ საერთოდ სახში
ყველა ქრისტიანულ ოჯახში არავინ არ უშვებს, ეს ზუსტად ვიცი. და ახლა რაც მე ვთქვი, სახში რომ ძაღლი იქნება, სულისმინდა რო არ დაიბუდეს, არ ნიშნავს ეს ძაღლს არ უშვებდნენ, მე არ მინახია სოფელში ნორმალური კატა შედის, ძაღლი გარეთ აჭმევდნენ, ასმევდნენ, უმლიდნენ, ეფერებოდნენ. მე მჯერა, მაგრამ ეს მე ახლა ეს სიტყვით დათქვამება, მაგრამ არსად არ წამიკითხავს ეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს 100-ია, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნება რომ ყველაზე მიუღებელი ცხოველი მაცხოვარისთვის ეს არის ძაღლი, სხვა არცე ცხოველზე არ არის საუბარი. ნათქვამი რო არის აჰა, ესე იგი სულიწმინდა ვერ დაიმკვიდრებს იმ სახლში, სადაც ძაღლია. თქვენ ბიძია დილა საღამოს ჩამოკრავთ ხოლმე, თუ დილა შუა დღეს საღამოს, თუ სულ 24 საათ ჩამოკრულები ხართ. რა შუაშია სულიწმინდა იმასთან ძაღლია სახლში, სპილოა თუ ძროხაა, ხო არ გამოყლევდით ბიჭო თქვენ. რა გინდა იმასაც ხო არ დამიკიცებთ რომ ნოემ თავის კიდობაში ძაღლი არ შეიყვანა. რანაირად გამრავდნენ მე აბა ეს ძაღლები, ძაღლი თუ არ შეუყვანია, იქაც ძაღლი დარბოდა, დაცურავდა იმეს რა ქვია ამ წარღვნის დროს ამ კიდობას მიყვებოდა ცურვით თუ რას ბოდავთ ბიჭო. ეს გამოყლევებულები, ეს მეორე გამოყლევებული ვინ არის საერთოდ არ ვიცი ეს მე მესამე მოლაპარაკე მძღნერი ანუ ერთი ხო ის ულვაშებიანი მოლაპარაკე მძღნერი განახეთ ბათუმელი ხა ეს მეორე ერმილე მოლაპარაკე მძღნერი და ეს მესამე მოლაპარაკე მძღნერია აგერ ანუ ამ ვიდეოში მეორე მაგრამ ისე მესამე და ნუ მეოთხე მოლაპარაკე მძღნერი კიდე ამ ერმილეს ძმა არის დათონემსაძე ეს მძღნერები ესენი რა და რაც ყველაზე თავი არა ეს არსად არ წერიაო კაცო მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეაო ეს ყლეები ესენი ბიჭო ამათ საერთოდ როგორ უსმენთ ბიჭო ხალხო ამათ რელიგიითაც რო ვაჭრობენ ბიჭო რო ხონდ კი ეს თავიანთი ეს სიძულვილი ძაღლების მიმართ რაღაცნაირად გააправონ და მაცხოვრის სახელით ვაჭრობენ მაცხოვარს ძაღლები ეზიზღებოდაო ეს გამოსცირებული ეს ბიჭო და ვიღაცები წერდით ხოლმე რომ აიო ნემსაძეებიო ძმებიო მესიმპატიურებიანო და აი მაგათთან ერთადო იქნებო რამე აი ამათთან ერთად ბიჭო როგორ უნდა მე ესენი რაც იყვნენ კაი 4-5 წლის წინ მივხვდი და გავაჯმევინე მაგრამ თქვენ შიქ ხო არა გაქვთ ბიჭო აი ამათ რო რამე თვლით აი ამ ძღნერ ძმებს ამ გამოყამ ჯერ უწიგნურები გაუნათლებლები მე ეს რაღაცა პროვოკატორი ვირიშვილები ეს ფუჩუკაცები ეს არაკაცები ეს არაკაცების ისა რა ქვია მაგალითი და არაკაცობის ეტალონები პირდაპირ გეუნებით რა კაი რამდენიმე წელი გაცალეთ მაგრამ კიდე თუ ვერ მიხვდით აი ეს ნემსაძეები ვინ ჩემი ყლეები არიან და ვინც კიდე რამეს მომწერს რომ აი ნემსაძეებზე რა სიტყვი და ეგენი მესიმპატიურებიან თუ გესიმპატიურებიან აი ამათი დედასაც შევეცი და თქვენი დედასაც შევეცი კიდე რო ვერ ხვდებით აი ეს ყლეები არიან და აი 400 ლაიქი რო აქვთ აი ამ ძალმოწულე ვიდეოზე 400-ვეს მოგიტყანთ დედის ამუტელი და ჩემ სვენელთან ბოდიში რა ცოტა გადავაჭარბე გინებას მეც და მაპატიეთ მაგრამ ნუ არ შეიძლება აი ესე მძღნერებთან სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ცოტა დაფიქრდით ჩემო მაყურებელო როცა ვიღაცის მიმართ სიმპათიები ვიღაცა რომ სპეკულირებს იმითი რომ აუ LGBT არევასება და პატრიოტიზმი და აღმაშენებელი რო ის ურბანისტი თუ რაღაც სირობა არ უნდა წამოეგოთ ესე იოლად და უნდა მიხვდეთ რომ ეს არის რა ქვია არაკაცი მძღნერია ტიპი არ არის რთული მისახვედრი გონიერ საქართველოს გისურვებთ კარგად იყავით